დაიწყე გიორგი. ჩაერთო ეთერი. გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. გილოცავთ ნათლისღებას, გილოცავთ შობა ახალ წელს. ნამდვილად დღეს ტაძრები გადაჭედილი იყო მრევლით, სადაც კი არ შევედით, ესე იგი სავსე იყო მრევლით და მიუხედავად იმისა, რომ ამინდი იყო ძალიან ცუდი, წყლიანი, სველი, ხალხი იყო ტაძრებში, ლოცულობდა და გალობდა ერთხმად, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელი გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს. ალილუია. აი მართლაც ჩემო ძმებო და დებო, ნამდვილად ჩვენი გული სიხარულით უნდა იყოს ყოველთვის სავსე და არაფერი არ აგვაქვს ჩვენ დასახოვნებელი და ესე იგი სასევდიანო, იმიტომ რომ ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ, უფალი გვიყვარს, უფალი ჩვენთან არის და სწორედ იმიტომ რომ ქრისტე შეგვიმოსიეს. გილოცავთ საქართველოს ნათლისღებას, გილოცავთ აი ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ რწმენაში გაძლიერებას. და პირველ რიგში მინდა მთელი გული და სულით რწმენაში გაძლიერება ჩვენ ახალგაზრდობას ვუსურვო. ეს გადაცემაც იმიტომ შევქმნით ჩვენ მამული ენა სარწმუნოება წმინდა ილია მართლის გზით. იმიტომ გვინდა ამ გადაცემა მიარსებოს, რომ ჩვენ ახალგაზრდობას რაღაცა სტიმული მივცეთ, რაღაცა ბიძგი მივცეთ ეროვნულისკენ, ქართულისკენ. ჩვენ არ ვართ შეუმცდარი ძველგაზრდები, ასე ვთქვათ, შეუმცდარი ადამიანები, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ჩვენ შეიძლება შეგვეშალოს სიტყვაში, სათქმელში, საქციელში, ცხოვრებაში შეგვეშალოს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ შეუცდომლები ვნახოთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და ჩვენ გვინდა რომ იმ მრავალათასიან მიტინგებზე, რაც ალბათ მომავალში გაიმართება საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, 90% მხედრითი წილი იყოს სულ ახალგაზრდობა. და ახალგაზრდობა, რომელიც გამოდის სამშობლოს ძლიერებისთვის, სამშობლოს აღორძინებისთვის. და აქ ორი აზრია, არ უნდა იყოს მეგობრებო. აქ ყველა სურვილი არის ჩვენი, რომ რეალურ სიტუაციას ყველა ერთად უნდა ვაფასებდეთ. რა ჭირდება ჩვენ სამშობლოს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით ქვეყნის მოწყობა თუ სამშობლო, ჩვენი სამშობლო სახელმწიფოს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან როგორი უნდა იყოს. ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს და დომინირებდეს, რომ ყველაფერი ეს უნდა კეთდებოდეს ჩვენი სამშობლოსთვის. მაგრამ თუ შევხედავთ ალილოს მიტინგზე, ასე ვთქვათ, ალილოს აქციაზე, სახალხო აქციაზე, რომელიც შობის შემდეგ გაიმართა, არ იყვნენ იქის ადამიანები, რომლებიც და ალბათ კანონზომიერია, არ იყვნენ იქის ახალგაზრდები, რომლებიც რუსთავეზე მაშხარებს და მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და ალბათ არც ჰქონდათ მოსასვლელი პირი მათ, იმიტომ რომ ისინი ჩვენმა ახალგაზრდობამ მინდა გაიგოს, რომ სხვა უჯრედებიდან და სხვა სანგრებიდან იმართებოდნენ და ალბათ ამიტომაც არ მოვიდნენ. არ მოვიდნენ ის ადამიანები, ვინც პოლიციის მანქანები ამოაყირავეს, ვინც ცეცხლი გაუჩინეს, ვინც დაწვეს რუსთავეზე სკამები და ბარიკადები აღმართეს. ასეთი ადამიანების ჩვენ გვინდა გამოფხიზლება და რაღაცა გვინდა გავაგებინოთ, რომ დაფიქრდნენ და ასე ვთქვათ, სარკეში ჩაიხედონ და შეხედონ იმ რეალობას და დაუსვან კითხვა თავის თავს, რომ შემთხვევით აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ხომ არ იმართებიან ისინი და მათი ოჯახის წევრები და მშობლები და ხშირად მეგობრებიც ხომ არ ფინანსდებიან აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც შემდგომში ცეცხლს უკიდებენ არა მარტო ჩვენ ქვეყანას, არამედ სხვა პატარა ქვეყნებს. აი ვნახოთ რა ხდება ირანში, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ეს უზარმაზარი აქციები, რაც სისხლიანი აქციები, რაც ირანში გაიმართა, უკვე მთელი მსოფლიოსთვის არის ნათელი, რომ იმართებოდა სწორედ აი ამ გლობალისტური, deep state-ური ორგანიზაციებიდან და ფინანსდებოდა ამ ორგანიზაციებიდან. და არც მართავდნენ, არც მალავდნენ ამის შესახებ ევროპისა თუ დასავლეთის ამერიკის მასმედიის წყაროები, რომ ესე იგი სპეცსამსახურების სხვადასხვა ქვეყნის შესულები იყვნენ აი ამ ირანში, შეჟონილები და იყენებდნენ ახალგაზრდობას, საზარბაზნე ხორცად, ბერკეტად.
იყენებდნენ იმ იდეას, რომ გასაგებია რეჟიმი არ ვარ გაირანში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავშალოთ ირანის სახელმწიფოებრიობა. ერთი არის, რომ არ მოგწონდეს რეჟიმი, მაგრამ მეორე არის ურტყავდი ამ რეჟიმს და ანგრევდი ამ რეჟიმს, ახარებდი იმ დასავლურ ორგანიზაციებს და სინამდვილეში შლიდე შენივე ხელით შენივე ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას. აი წინა გადაცემაში ჩვენ დავშვით კითხვა, რომ ირანის დაშლის შემდეგ თქვათ ის ახალგაზრდობა თუ მოვიდოდა სათავეში ირანში თუ მოვიდოდა ის გამოზრდილი ვასალი ირანის შაჰი, რომელიც აბსოლუტურად კონტროლდება დასავლური სახელმწიფოების მიერ და დასვავდნენ ალბათ ირანში და რა მოხდებოდა? ისევ დაიწყებოდა კორუფცია, ისევ ახალ პოლიტელიტას ესე იგი მოისყიდიდნენ, გახდებოდა ის შახზე დამოკიდებული პოლიტელიტა კორუმპირებული და შემდგომში უფრო გემრიელად დაეპატრებოდნენ, რაც არის მათი მიზანი ირანის რესურსებს, ნავთობს, გაზს, მინერალურ საბადოებს, მძიმე მეტალებს და სხვა ესეთ სიმდიდრეებს. და ახალგაზრდობა დარჩებოდა წაგებული და ესე იგი შეწირული აი ამ საქმეში. აი მე მინდა რომ ჩვენი ახალგაზრდობაც ასეთი გონიერი იყოს და ცოტა პოლიტიკურად მომწიფდეს იმ კუთხით, რომ დაინახოს, რომ აი ის საცდურები, ის ფოჩიანი კამფეტები, რომლითაც ჩვენ გვეპატიჟებიან გაერთიანებულ ევროპაში და ნატოში, ეს არ არის ის, რაც დღეს საქართველოს ჭირდება. მით უმეტეს, რომ თვითონ ამერიკა არის ინიციატორი აი ნატოს დაშლისა უკვე და პოლიტელიტამ ამერიკის უკვე სოფლიო, ესე იგი მასშტაბით განაცხადა, რომ ჩვენ გვირჩევნია გრენლანდი ავიღოთ, ვინემ დაიშალოს, ესე იგი ნატოს 2-დან 1 რო გავაკეთოთ არჩევანიო, გვირჩევნია რომ გრენლანდია დავიპროთო და ნატო დაიშალოს. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი ისევ მატერიალისტური არჩიეს, ვიდრე ის ერთობა, რა ერთობას ვითომ ჰქონდათ მათ. ისევ ამერიკიდან მოდის ეს სიგნალები და ის ნაბიჯები დანიის წინააღმდეგ გალაშქრება და პრაქტიკულად ევროპის წინააღმდეგ გალაშქრება. ევროპის ესე იგი იძულება ამ სანქციებით საბოლოო ჯამში ჩვენ ვიცით რომ როგორ დასუსტა ევროპა, როგორ დასუსტა საფრანგეთი, გერმანია რა დღეშია. და საბოლოო ჯამში აი ამ ესე იგი ხელკეტად გამოყენებამ ევროპული ქვეყნებისა რუსეთის წინააღმდეგ როგორ ბუმერანგივით შემოუტრიალდა ევროპის ქვეყნებს. პრაქტიკულად იშლება ევროპა უკვე საფრანგეთისა და გერმანიის პარლამენტებში არის უკვე დიდი დებატები ნატოდან გამოსვლასთან დაკავშირებით და აგრეთვე გაისმის შეძახილები ევროპიდან გაერთიანებული ევროპიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. და სადღაც შედიხართ მაშინ აი ამ ლიბერალებს მიმართავ მე აი ამ მაღალი ტრიბუნიდან სადღაც შედიხართ თუ იშლება ნატო, თუ იშლება გაერთიანებული ევროპა, ესე იგი შემთხვევით თქვენი ძალისხმევა ხომ არ არის, ესე იგი აზრს მოკლებული უკვე. მით უმეტეს ეს საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი სოროსისტული ორგანიზაციებიც მიყვუჭდნენ და ძალიან დაბნეულად გამოიყურებიან პრაქტიკულად ის 30 ვერცხლი ალბათ ასე ხელხვავრიელად აღარ გადმოიყრება თქვენი მიმართულებით და ალბათ ის ნახებიც შემცირდება, რომელიც მოდის დასავლეთიდან. ამიტომ ჩვენმა ახალგაზრდობამ კარგად უნდა გაიაზროს რა არის ჩვენი პრიორიტეტები. მე ვფიქრობ, რომ ისევე როგორც თქვენ, ჩემო მეგობრებო, ჩემო ახალგაზრდებო, ჩვენ ძველგაზრდებსაც ნამდვილად გვინდოდა როცა თავიდან დაიწყო გაერთიანებულ ევროპაზე ლაპარაკი, ევროპის გაერთიანება და გვეგონა ჩვენ ყველას გულწრფელად გვეგონა, რომ ეს იყო სუვერენულ ქვეყანათა ეკონომიკური გაერთიანება, სადაც არ იქნებოდა ტარიფები, არ იქნებოდა საზღვრები და ქვეყანაში განვითარდებოდა ბიზნესი, ურთიერთმეგობრობა, ურთიერთდახმარება, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ევროპამ დაკარგა, აი ამ გაერთიანებულმა ევროპამ დაკარგა დამოუკიდებლობა და შეიქმნა ესე იგი ფორმალური ბიუროკრატია, რომელიც საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტელიტას დაემორჩილა და სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ესე იგი ძმობისა და მეგობრობის იდეოლოგია შეიცვალა
გენდერული იდეოლოგიით, რომლის თავზე მოხვევაც დაიწყეს აი ამ ევროპულ ქვეყნებში, შეიჭრენ განათლების სისტემაში, შეიჭრენ საზოგადოების ცხოვრების ყველა პლასში შეჟონეს და აიძულეს საზოგადოება, რომ აი ამ ცისარტყელა, ესე იგი, გენდერული იდეებით, ესე იგი, თავს მოახვიეს ეს გენდერული იდეები და უამრავი პატიოსანი მოქალაქე, ესე იგი, შეზღუდეს მათი უფლებები. და დღეს რა მივიღეთ? ის მივიღეთ, რომ პრაქტიკულად მორალს მოკლებული და დემორალიზებული ევროპა დაშლის პირას არის მიყვანული. პრაქტიკულად უამრავი საბაჟო ტარიფები ამუშავდა ევროპაში, რეალურად გაერთიანების მაგივრად დაყოფილია ევროპული ქვეყნები, ერთმანეთს უზარმაზარ, ესე იგი, საბაჟო ჯებირებს უშენებენ და აშენებენ, ფიზიკურადაც აშენებენ, ესე იგი, საზღვარს ერთმანეთს შორის. პრაქტიკულად გადაადგილებაც ბევრ ქვეყანაში, ბევრ ევროპულ ქვეყანაში, შენგენის წევრ ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეზღუდულია. ასე რომ ჩვენი ახალგაზრდობა უნდა დაფიქრდეს აი ამ ფონზე, როდესაც იშლება ნატო და ევროპა, უნდა შეცვალოს პრიორიტეტები და ის ნაწილი, რომელიც გულდადუღრული და გამოდიოდა რუსთაველზე ევროპის სახით, პირიქით უნდა შეცვალონ ეს პოსტულატები და უნდა სამშობლო, საქართველოს სამშობლოზე უნდა აიღონ ორიენტაცია. ის დიდი ილია გზა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს მამულის ენისა და სარწმუნოების გზა, ეს არის მარადიული პოსტულატი, რომელიც ჩვენი ერის დამფუძნებელმა მამებმა გვიანდერძეს და არ შეიძლება ამ პოსტულატის დავიწყება. ეს მოდური გენდერული თეორიები, მოდური გაერთიანებები პოლიტიკური თუ ეკონომიკური ყოველთვის გადადის და მარადიული პოსტულატები რჩება მამულის ენისა და სარწმუნოების მსახურებისა. და ვინც ამისკენ არ არის ორიენტირებული, ის პიროვნება, ის ორგანიზაცია თუ ის რაღაცა გაერთიანება აუცილებლად აღმოჩნდება ისტორიის სანაგვეზე. და ამას ჩვენ ვხედავთ ჩვენი თვალით. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ახალგაზრდობა აი მაშინ როდესაც სწორედ აი ევროპულმა და სოროსისტურმა ორგანიზაციებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი რომ დაგვიკიტეს სხვადასხვა ფორმით რომ გამოსაღეს და გამოფენაზე გამოიტანეს რაღაცა გროტესკული და მიუღებელი სახით აი მაშინ უნდა აღშფოთებულიყო და მაშინ უნდა გამოსულიყო რუსთაველზე აი მრავალ ათასიანი და 100.000-იანი მიტინგით. როდესაც პრეზერვატივზე დახატეს თამარ მეფე და ქართლის დედა, აი მაშინ უნდა აღშფოთებულიყო და მაშინ იქნებოდა ეს ჩვენთვის და ჩემთვის პირადად მისახები ეს აღშფოთება. და არა მაშინ, როდესაც თქვათ მივსწირით აი ევროპას იმ რაღაც სამთვიანი ვიზის გულისთვის, რომელიც უფლებას გვაძლევს, რომ სადღაც გერმანიის ტრამვალებში მარწყვი ვკრიფოთ თუ არა და ვემსახუროთ, ესე იგი, მათ მოქალაქეებს, ლოგინად ჩავარდნილ მათ მოქალაქეებს. საკმაოდ დამამცირებელ ვითარებაში, რასაც აკეთებს სამწუხარო ჩვენი ემიგრაცია. ეს არ არის ისეთი ევროპა, რომელთანაც ჩვენ მეგობრობა გვინდა, ეს არ არის ისეთი ევროპა, სადაც ჩვენ გვინდა ვიყოთ გაერთიანებული, ჩვენ გვინდა ისეთი ევროპული ქვეყნები, ისეთი ევროპული გაერთიანება, რომელიც იქნება სუვერენულ ქვეყანათა კავშირი, სადაც იქნება ეროვნული მთავრობები, სადაც საფრანგეთი იქნება საფრანგეთი და არა არაბეთი, სადაც გერმანია იქნება გერმანია და არა ლაოსი და ბანგლადეში და სადაც ამ ქვეყნებს ეყოლებათ არა ვასალი მთავრობები, არამედ ნამდვილი ეროვნული მთავრობები. ჩემო მეგობრებო, მე მინდა ბატონ გიგას გადავცე სიტყვა, რას ვფიქრობთ ბატონ გიგა, ჩვენი ახალგაზრდობა გამოფხიზდება თუ არა, მე რა თქმა უნდა ყველას არ გულისხმობთ, მე სწორედ იმ ნაწილს გულისხმობ, ვინც თქვათ, ვისაც არ აღელვებს ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი რომ შეგვაწყობა მიაყენეს თავის დროზე თქვენ გახსოვთ ეს მაშინ აქციაც ჰქონდა გაკეთებული და
თავგომარო დაგვიკიდეს და შეურაცხყოფა რო ჩაიდინეს მის მიმართ. აი ამ კატეგორიის ახალგაზრდებსაც ეს არ აღელვებს და სხვა რაღაცა სოროსისტული თემები რო აღელვებს, რას ეთყოდით მათ? გამარჯობათ, მეგობრებო, წინასწარ აღარ გილოცავთ უკვე. დადგა შობაც, ახალი წელიც, დღეს არის ნათლისღება და მოგილოცავთ კიდე ერთხელ. ბრავად და ეს არის და ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველა ჩვენთაგანისთვის ეს წელიწადი. ეხლა ბატონმა გიორგიმ კითხვა დამისვა და მეც ამ კითხვას შეძლებს დაგვარად პასუხს გავცემ. მე ერთი შემეძლია პირდაპირ თქვა და ვამბობ კიდეც, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა. საოცრად ლამაზი ახალგაზრდობა, საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომლებსაც სჭირდებათ ის, რაც ჩვენ პირადად უნდა მივაწოდოთ მათ. მე ყოველთვის ამას ვიზახი, რომ დღესდღეობით ახალგაზრდები რაღაცას სულს რო აკეთებენ, ეს არის დამსახურება როგორც ჩვენი თაობის, ისე განათლების სისტემის, ისე იმ გარემოს სისტემის, რომელსაც ჩვენ ვქმნით, რომელსაც არა მარტო ჩვენ, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ქმნის და ამ გარემოში ცხოვრობენ ეს ახალგაზრდები და ითვისებენ იმას, რასაც ჩვენ იმათ მივართმევთ, ხო? ჩვენ ახლა ძალიან კარგად ვიცით, რომ ბევრი ახალგაზრდა ძალიან ცუდ გარემოში ჩაერთო, აგერ ახლა გამოვლინდა ზუსტად, აგერ ახლა რა ვიცი, რაღაცის გადაფარვის მიზნით ლაპარაკობენ, მე ესე მგონია, იმიტომ რომ აქამდე ყველამ კარგად იცოდა, რომ ესეთი ორგანიზაციები არსებობდა და არსებობს. აგერ დაიჭირეს ამბობენ, რომ ფაშისტური ორგანიზაციები და ორგანიზაციის 16 წევრი დააპატიმრებს, რომლებიც საშინლად აწიოკებდნენ ახალგაზრდობას, ხალხს, ამცირებდნენ. რაღაც მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათმა თურმე ათეულობით ადამიანი დადაულობით ახალგაზრდა და არასრულწლოვანი, რომელიც ცემეს და აბულინგეს და ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იცოდა, დარწმუნებული ვარ მე, რომ ეს ჩვენმა სუსმა, როგორც ეძახიან, ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ თუ არ იცოდა, მეც მით უარესი. ეს უნდა ცოდნოდა ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ როგორც კი ეროვნული რაღაცა პატარა გაერთიანება რაღაცის გაკეთებას აპირებს, მიდის ხოლმე ტელეფონებზე შეტყობინება, ან მიდიან მათთან და ეუბნებიან, რომ თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ დღეს ეს არ უნდა ქნათ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი იციან. უბრალოდ მაშინ ეთყობა რაღაც დონეზე არ აინტერესებდათ და არ მოიღეს ხმა თორე. ესეთი რაღაცები როცა ხდება საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა 80% ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთის ნათესავები ვართ ძალიან ბევრი. ესეთი რაღაცა არ იმალება, ამიტომ არ ამგონია მე, რომ ეს გაიგეს დღეს და არ იცოდნენ გუშინ. ამიტომ ვამბობ, ჩვენ ეს ყველი რაღაცეები ვიცით, უბრალოდ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. არ ვიცი, შეიძლება გვერიდება, შეიძლება არ გვინდა რომ თქვათ, იმიტომ რომ ვიღაცას არ ვაწყენინოთ. და ვფიქრობთ იმას, რომ იცი რა, ეს მე არ მეხება, ჩემი საქმე არ არის და ამიტომ ჩვენ ესეთ რაღაცეებს მივჭმალავთ. აი უბრალოდ ახლა გიორგიმაც თქვა, რომ აი ჩვენი რა ვიცი, წმინდა ადამიანები, ჩვენი საამაყო ადამიანები მართლა საზღარ რაღაცაზე დახატეს და გააკეთეს წარწერები და ამაზე ხმა არ ამოიღეს ახალგაზრდობა, მაგრამ არა მარტო ახალგაზრდობა, ამაზე ჩვენც არ ამოვიღეთ ხმა ისეთი, როგორიც უნდა ამოგვეღოთ. ამაზე უნდა შეგვეყარა განგაში. ასეთი განგაში უნდა ყოფილიყო, რომ ამის მერე, როცა პირველად გააკეთეთ, მეორედ ესეთი რაღაცა ვერავის ვერ უნდა გაიბადა. ეს ჩვენი ბრალიც არის. რაზე ამაზე ლაპარაკი. ჩვენი ბრალიც არის, მაგრამ ყველაზე ცუდი რა იყო, იცით, რომ ამას გამოუჩნდა დამცველი. და ვინ იყო ეს დამცველი? გამოუჩნდა ის ოროსტიტული ორგანიზაციები, რომელსაც სახელმწიფო მაშინ ფარველობდა. ჩვენ ეს ნუ გვავიწყდება. იმიტომ რომ ამაზე ჩვენ რო დავიწყეთ ლაპარაკი, ეთერებშიც კი ამაზე არავის არ ლაპარაკებდა. ეთერები რო გვინდოდა რომ შევსულიყავით და მისულიყავით და ამაზე დავლაპარაკებულიყავით, ეთერებში არ გვიშვებდა პირველი არხი, არ გვიშვებდა სამთავრობო არხები, როგორიც არის მაგალითად იმედი, რუსთავიორი, მაესტრო. და ეხლა გამორიცხული იყო, რომ ჩვენ რა ქვია, ეხლა ნაცების არხებზე ვიღაცა შევეშვით. პატარა ტელევიზიები ამას თავისთავად აშუქებდნენ, მაგრამ იმ რეზონანსს ვერ იწვევდა,
როგორი რეზონანსიც უნდა გამოიწვია. ზუსტად ამაშია საქმე, რომ ამაზე ესეთ რაღაცებზე სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რეაგირება. იმიტომ რომ ეს რეაგირება თუ არ გააკეთდა, ის ახალგაზრდები ზუსტად ამას ხედავენ. ხედავენ, რომ თურმე ის რწმენა არაფერი არ ყოფილა. თურმე ის ჩვენი წმინდანებიც, რომელიც დაახატეს, არაფერი არ ყოფილა. ამას მერე უკვე აიგივებენ თავიანთი აზროვნებით და თავიანთი ტვინით სხვანაირად და გამოდის, რომ ის ადამიანები უკვე ჩვენ საზოგადოებაში სხვანაირი აზროვნებით შემოდიან და მერე ხდება ის ზუსტად რაც ხდება დღეს მაგალითად რუსთაველზე საშინელი პრობლემები გვაქვს საქართველოს და ისეთ პრობლემაზე ლაპარაკობენ, რომელიც პრობლემა შეიძლება პრობლემა არის, მაგრამ იმ პრობლემას გადაფარვისთვის ემსახურებიან. მე ხა დარწმუნებული ვარ მაგალითად, რომ არც ერთი მათგანი არ იტყვის მაგალითად იმ რა ქვია აქციებზე და არც არასოდეს არ უთქვია დემოგრაფიული საკითხები, რომელიც საქართველოში არის ყველაზე ცუდად არის დღესდღეობით განხილული. და აუცილებელი არის ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ დღესდღეობით ქართველი ერი კვდება. უფრო მეტი იბადება, უფრო სწორად, უფრო ნაკლები იბადება, ვიდრე უფრო მეტი კვდება. ესე იგი გამოდის, რომ ქართველი ერი ნელა-ნელა კვდება. და ხდება ის, რომ ერთერთი შვილი ეს უკვე რო იძახოდით არაშვილიო, ორი შვილიო, მართლაშვილიო და სამი შვილი მართლაშვილიო, ზუსტად აი ეს წავიდა ეს სიტუაცია, ტენდენცია, რომ ერთ შვილზე მეტი არავის აღარ აყავს. ახალგაზრდებს ცოლი მოყავთ, მაგრამ შვილებს არ აჩენენ. იმიტომ რომ მათ თავიანთი მომავალი უნდა აწყონ და იმას ვერ ფიქრობენ, რომ დღევანდელ დღეს თუ შენ ქვეყანას შვილი არ გაუზარდე, შენ იმ ერთ შვილს მომავალი არ ექნება საქართველოში. იმათ ადგილს დაიკავებს სხვა. იმათ ადგილს ჩაანაცვლებს სხვა ეროვნება. და ეს ხდება დღესდღეობით რო გავიდეთ ქუჩაში, ყველა კარგად ვიცით რაც ხდება. მაგრამ ეს ძალიან დიდი ამაში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის, მე ვიტყვი კიდევ ერთხელ სახელმწიფოს, მთავრობას. იმიტომ რომ ამაზეც მთავრობა ხმას არ იღებს. მთავრობა არის გაჩუმებული, მე არ ვიცი, წარმოუდგენელია. მთავრობას აქვს წყალი ფეში ჩაგუბებული და არ ლაპარაკობს იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც მაგალითად ჩვენ ერთს პირდაპირ ეხება. არ ლაპარაკობს იმ წახალისებაზე, მაგალითად მრავალშვილიანი ოჯახები როგორ უნდა წაახალისოს. არ ლაპარაკობს იმაზე, რომ აი ორი შვილი გეყოლება, მაგალითად რა დახმარება შეიძლება მოგცეს, სამი შვილი გეყოლება, რა დახმარება შეიძლება მოგცეს. რომ ადამიანს არ ეშინოდეს შვილის გაჩენა. არ ეშინოდეს იმისთვის, რომ შვილს რა ვაჭამო ხვალ, სამი შვილი რომ ეყოლება, მათი მრავალშვილიანობის ცენზიც არ აქვს რა. აბსოლუტურად არაფერი არ არის, ზუსტად ამაზე. ვის ეწოდება მრავალშვილიანი იურიდიულად არ არის განსაზღვრული. მაგაზია და ზუსტად ამაზე აქვს ლაპარაკი, რომ აქეთკენ სახელმწიფო საერთოდ არ მიდის. სახელმწიფო ლაპარაკობს იმაზე, მარტო რომ აი 20 ლარით პენსია გაგიზარდეთ, ბედნიერები უნდა იყოთ და ლაპარაკობს ისეთ საკითხებზე, მაგალითად, რომ აი რატო დგანან იქ ცუდი ხალხი არის, თურმე ის ახალგაზრდობა ცუდები არიან იქ რო დგანან, ის ახალგაზრდობა კიდევ ერთხელ ვიტყვი, საარსებო მინიმუმიც პრაქტიკულად მენამდვილეც ვიცი არ აქვს თავისთავად. თქვენს რაღაც 250 ლარიო, თქვენს და ეს არის ნუ საცინად აგდება არის უბრალოდ 250 ლარი რაც არის. ნუ არ ვიცი, მე საცხოვრობს ეს ადამიანები 250 ლარს რო საშუალო, ესე იგი საშემოსავლო მინიმუმად რო დაწერენ, რა უნდა იყიდოს 250 ლარად ადამიანმა თვეში. არ ვიცი. ხო და აი ეს ზუსტად ეს არის, ამაზე არავინ არ ფიქრობს და ლაპარაკობენ, რომ საქართველოში თურმე ძალიან იზრდება, აი შემოსავლები ძალიან იზრდება, თურმე პირველ ადგილზე ვართ ამით და რითი ვართ პირველ ადგილზე. მე ვიცი რომ პირველ ადგილზე ვართ ჩვენ, უმუშევრობით პირველ ადგილზე ვართ ჩვენ. ყველაზე დაბალ ადგილზე ვართ გაბრავლების მხრივ, ყველაზე დაბალ ადგილზე ვართ მაგალითად ჩვენ განვითარების მხრივ, ცოდნის მხრივ ახალგაზრდობაში. იმიტომ რომ დღესდღეობით ტენდენცია მიდის, აგერ ბატონი ვაჟა ამაზე ილაპარაკებს, რომ განათლების სისტემაში ადამიანებმა, ბავშვებმა არ იციან, ვინ იყო ჩვენი მეფეები. მაგალითად მე-15 საუკუნეში, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, რომელ საუკუნეში იყო. ამაზე ახლა ვიღაცა შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე ვამბობ ამას მართლა ესეა. დაახლოებით 10-დან 5 ბავშვმა არ იციან, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა დავით აღმაშენებელი.
აი ეს მომენტი არის. ეს მომენტი არის და ამაზე არის ფიქრი საჭირო, არა მარტო ფიქრი, არის აუცილებლად ნაბიჯები გადასადგმელი და დღესდღეობით განათლების სისტემაზე რო ლაპარაკობენ, აი მე ვერ გავიგე მაგალითად განათლებაში მეც ვიყავი თავის დროზე განათლების სისტემაში, იმიტომ რომ იყო KPS-ში ვასწავლიდი, ახალგაზრდების მოდიოდნენ და რაღაცები ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში. ამიტომ ისე თუ ასე მეტნაკლებად დაშორებული არა ვარ განათლების სისტემას. მაგრამ ერთი რაღაცა ვიცი რომ აი ამათი განათლების სისტემა მოვინდომე რომ გავკვეულიყავი, მაგრამ ვერ გავერკვია. ვერ მიხვდი რა საპირებენ. და ეს რა შედეგებს გამოიტანს, ამაზე არავინ არ ფიქრობს. ლაპარაკობენ უმაღლეს განათლებას ვითომ უნდა იყოს ეს უფასო, მაგრამ ეს როგორ შეიძლება რომ უფასოზე ეხლა ამ წუთას ესე გადავიდეთ უცებ, აი ამაზე არავინ არ ფიქრობს, არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ის ხალხი რომ ბავშვები რომ ხელფასს უხდიდნენ მაგალითად იმ მასწავლებლებს, რომლებიც მათ ასწავლიდნენ მეტნაკლებად, კარგად მეტნაკლებად ცუდად, ამაზე არ არის ლაპარაკი. აი უფასო განათლების სისტემაში იმ მასწავლებლებს რას უზამენ? შეამცირებენ, არ შეამცირებენ. კონსულტაციები როგორც წესი მთავრობას არ აქვს. აბსოლუტურად არავისთან არ ქონია ჯერჯერობით, არავისთან არ ქონია ზუსტად პედაგოგებთან მიდის კონსულტაცია, არც საზოგადოების. მოკლედ ერთ წრეზე ტრიალებთ ხალხო რა. ერთ წრეზე ტრიალებთ და ნუ არ ვიცი, მე მგონია რომ ეს ერთ წრეზე ტრიალი არ შეიძლება ამდენი ხანი რომ გაგრძელდეს. რაღაცა უნდა გამოვიტანოთ დასკვნა. რაღაცა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და ჩვენც რაღაცა უნდა გავაკეთოთ ისეთი რომ ეს ახალგაზრდობა სწორ გზაზე წავიყვანოთ რა. ერთი რაღაცა გზა მაინც უნდა ვიპოვოთ, რომ აი ამ ერთ გზაზე მაინც სწორ გზაზე წავიყვანოთ. მაგალითად, ავიღოთ ჩვეულებრივი არის, რომ ჩვენ ვიცით ძალიან, რომ სპორტი არის ძალიან აუცილებელი ჯანსაღი საზოგადოება რო ყავდეს. ავდგეთ და რაღაცა სპორტული აღზრდის მიხედვით რაღაცა გავაკეთოთ. სკოლებში მაგალითად აგერ ბატონი ვაჟას მეტყვის ჩვენთან რო იყო მაგალითად ჩემ ბავშვობა ფიზკულტურული აღზრდა რო იყო დილაობით რომ მივდიოდით გვავარჯიშებდნენ ხოლმე და მე შევდიოდით ხოლმე სკოლაში დილის გამოხნევებელი ვარჯიში იყო მე შევდიოდით სკოლაში ხოლმე სასწავლებლად ამაზე არა მაქვს ლაპარაკი მაგრამ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილები ჩათვალეთ რომ არ არსებობს იმიტომ რომ დარბაზებიც კი არ არის სკოლებში დარბაზებიც არ არის საკმარისი რომ ბავშვმა ფიზიკური აღზრდა ბავშვს ფიზიკური აღზრდა კარგად ჩაუტაროთ და ფიზიკურად აღზარდოთ. აი ეს მომენტები არის და ამაზე არავინ არ ფიქრობს. არ ფიქრობს და ეს ბავშვებიც მერე გამოდიან ესეთები და რატო გამოვიდენო და მერე დასცინის ვიღაცები. ესე არ შეიძლება რა. კი, ნამდვილად ახალგაზრდობა მიტოვებული ყავს და შედეგიც სახეზეა. ბატონო მაჟა, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? სულ არის მცდელობა ეს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ახალგაზრდების დავერბოვკების და მათი ესი გამოყენების და რა თქმა უნდა ამაში საკმაოდ წარმატებულები არიან ისინი ჩვენ ვხედავთ ხო თუნდაც რუსთაველზე რო გავიაროთ ჩვენ და გინდა არა რუსთაველზე მიწისქვეშა გაზასვლებშიც რო გაიაროთ რას გავს ესე იგი როგორ არის დახატული ესე იგი ჩვენი ქუჩები ჩვენი ეს გადასასვლელები შენობები აი ამ საღებავებით დათხრილი 1000 ტექსტებით რა უფრო უმეტესად ოკულტისტური ტექსტებით არის სულ რაღაცა ესე იგი სიმბოლიკით სატანური სიმბოლიკით დატვირთული ამას 1-2 ახალგაზრდის ხელი აქ უფრო რაღაცა ორგანიზებული შეტევას აქვს ადგილი და აქ ფიქრობ რომ რაღაცა სიმბოლიზმიც გამოიჭრება და გამოიცნობა რატო აკეთებენ ამას რა უნდათ ამ სოროსიტურ ორგანიზაციებს ამ ჩვენი ახალგაზრდობიდან და ასე უმოწყალოდ ქალაქს რატომ ახატინებენ სულ მინიმუმ აი ამაზე თქვენი აზრი მაინტერესებს მაგრამ ეგ ალბათ მოგესალმებით პატრიციულო მაყურებლებო, დიდო ქართველებო და დიდო მსოფლიო მოქალაქეებო. რაც შეეხება ბატონ გიორგის შეკითხვას, ეგ ალბათ უბრალოდ შედეგია და ჩვენ სანამ შედეგზე გავალთ ალბათ თქვენის ნებართვით ახლა ჩვენი ასაგი და უკვე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვიცით რომ ყველაფერს ღრმა მიზეზები აქვს. ის ბავშვი რომელიც უკეთურ ნაბიჯს თქავს, ორიგო ნაბიჯს თქავს და არღვევს საზოგადოებრივ ფასეულობებს, რა თქმა უნდა, არც ეს მის შინაგან მოთხოვნილებაში შედიოდა თავის დროზე, სანამ ის ამ გზას დადგებოდა და არც მის ოჯახისთვის არის სასურველი, არც ახლა და არც წარსულში არ იქნებოდა. მაგრამ აქ უნდა დავინახოთ მთავარი მიზეზი რა არის.
თავი მიზეზი ის არის ალბათ რატომაც დავიწყეთ ჩვენ ეს გადაცემები რომ მთელი კაცობრიობა და მთელი მსოფლიო დგას უღმერთობის გზაზე. დაგვირდით პოლიტოლოგია მე რამდენჯერ ვახსენე თქვენის ნებართი და თქვენს ბრძანეთ ჩვენი პოლიტოლოგები სულ საუბრობენ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პატოგი გამაც თქვა თქვენ ბრძანეთ რაღაც თანხები და რაღაც ეკონომიკური ვითარება. საუბრობენ საზოგადოების და სახელმწიფოს მოწყობის საკითხებზე, მაგრამ არ საუბრობენ იმ სულიერ ფასეულობებზე, რამაც სახელმწიფოც უნდა აჩინოს, ოჯახით, საზოგადოებაც, ის ეკონომიკაც. ანუ ჩვენ საფუძველში გვაქვს შეცდომა არა მარტო საქართველოში, არამედ გვაქვს შეცდომა თვითონ მსოფლიოშიც. საზოგადოება უნდა გაჯანსაღდეს ჯერ სულიერად. თუმცა ეს პროცესი რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ უნდა როგორმე შემოტრიალდეს ქართული ცნობიერება მაინც და საერთოდ მართლმადიდებლური ცნობიერება მსოფლიოში და გახდეს აქტიური ის ფასეულობები, ღვთაებრივი ფასეულობები, როგორც პიროვნულ ცხოვრებაში, საოჯახო ცხოვრებაში, საზოგადოებრივში, საეროსა და სახელმწიფოში და მაშინ ის დარღვევები, რაც თქვენ ბრძანეთ, არ იქნება, რა თქმა უნდა. როცა მე ასე დარღვევას ვაკეთებ, არა მარტო ჩემ თავს უშავებ რაიმეს, არამედ მივდივარ ვარღვევ იმ ღვთის კანონებსაც და არ ვემსახურები იმ ღვთაებრივ გზას, რომელსაც ყველა ჩვენგანი, ანუ მართლმადიდებელი მაინც უნდა ადგეს. რა თქმა უნდა, ყველა რელიგიას თავისი გზა აქვს და თავისი ფასეულობები, მაგრამ ძირითადად მაინც ყველა მოუწოდებს წესრიგისა და საზოგადოებრივი ფასეულობებისაკენ, მაგრამ აკეთად ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და უკვე რამდენიმე გზის განვაცხადეთ, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჩვენთვის სრული სიყვარულის რელიგია. ნუ ახლა სხვა რელიგიებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, ყველა თავის თავს მიხედავს. აი აქედან გამომდინარე ჩვენ არაფერი არ გვეშველება თუ ეს არ გავაცნობიერეთ, გავაღრმავეთ და არ გავხადეთ ჩვენი საზოგადოების აქტიურობა. იმიტომ რომ მთელი საუბარი როგორც პრესის, ასევე საინფორმაციო საშუალებების ტელევიზიის დააგვირით რაზე იმან ეს გააკეთა ცუდი, ამან ეს გააკეთა ცუდი, გააკეთა სულიერებაში, გააკეთა სახელმწიფო ცხოვრებაში, გააკეთა ეკონომიკაში. რატომ? აგერ ხო ხედავთ ამერიკა და ევროკავშირი რას აკეთებენ. ნუ ასევე რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, აგერ მთელი სირიის სახელმწიფო ისე გადაყლაპეს და ისე შეიცვალა, არავის არ გახსენებია. ღაზაში აგერ 10,000-ობით ბავშვი ამოწყვიტეს, საერთოდ არავის არ შეხებია. მესმის, რომ ის ბავშვები მუსულმანები არიან, მაგრამ ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ჩვენ რა ქრისტიანები ვართ, ჩვენთვის რა თქმა უნდა მთავარი ქრისტიანობაა, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანია, რადგან ყველანი ღვთისშვილები ვართ და ჩვენ ლოცულობთ როგორც მუსულმანისთვის, ასევე ყველა სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის. ეს უმსგავსობა რაც ხდებოდა ღაზაში და რაც მოხდა სირიაში, როგორ ხოცავდნენ ქრისტიანებს ჩვენ სულიერ ძმებს და სულიერ დებს, ნუ ეს პროცესი არავის არ განურჩია და ასევე როგორ ამოწყვიტეს ერაყში წინაზე ბატონო გიორგი ბრძანა, 9 თუ ბატონმა გიგანტი 9 მილიონი ბავშვი და ეს ყველაფერი გაამართლა ამერიკის საკმაოდ მაღალმა ჩინოსანმა. ნუ ახლა როცა ასე დამოკიდებულებაა ბოდიში, რომ ჩვენ შეგვიძლია 9 მილიონი ბავშვი ამოწყვიტოთ და ის გავამართლოთ იმის გამო, რომ ჩვენ კარგ ნავთობის საბადოებს დავეუფლოთ ან სხვა წიაღისეულებს, რა თქმა უნდა, ახლა ეს ბავშვებიც ხედავენ, ჩვენი მომავალიც ხედავს და მთავარი ხალხო, მე ერთს გეტყოდით კიდევ, რომ სულ ხას უსმევთ ჩვენ ახლა სამივე, რაგი ერთი ანი გადაცემაა, რომ 21 საუკუნე უფალი მოვიდა და ჩვენ მაინც ვდგევართ ამ უმსგავსობის გზაზე. და არ გვინდა ის სიწმინდე გადმოვიტანოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რითი ვითარდებოდა სახელმწიფოები, ძველად ვითარდებოდა ერთმანეთის დაჩაგვრით. და ზუსტად იგივე ხდება დღესაც კი. კარგი თქვათ, მაშინ არ იყო საინფორმაციო საშუალებები, არ იყო განათლება, არ იყო სულიერი ცენტრები და ვერ ხდებოდნენ, რომ ეს დაუშვებელი იყო და არ ქონდა ეს სასულიერო განათლება ყველას, მაგრამ ახლა წარმოდგენა მაინც ხო აქვთ 1000 წარმოუდგენელი 1000 მოღვაწეა
და ყველას შეუძლია თუ რაიმე ნაბიჯი სანამ თითოეული რაიმე ნაბიჯს გადადგავს, შეიძლება ყველაფერი შეამოწმოს სულიერად, რამდენად გამართლებულია ეს ქმედება, რამდენად ემსახურება ეს სულიერ ამაღლებას და არა ეკონომიურ განცხრომას ან ეკონომიურ განდიდებას. ეხლა ძირითადად საუბარი ასეა. და ამიტომ ახალგაზრდებისადმი ასე დამოკიდებულება რომ ჩვენ როგორმე გამოვასწოროთ ახალგაზრდების სულიერების გარეშე, მე მგონი შეუძლებელია. თან მით უმეტეს თუ გადახედავთ, მე რა გიხლა პროფესიით პედაგოგი ვარ, ისტორიკოსი საზოგადოებრივი ცოდნაც. თუ გადახედავთ სასკოლო პროგრამას, მე ძალიან ბუდის ვიხდი და ყველა მშობელს საყვედურობ, მშობლები მოდიან სკოლებში არა იმის სასაყვედუროთ, რომ ესეთ საშინელი პროგრამებით სწავლობენ ბავშვები. არამედ აქ რაღაც თავიანთი წვრილმანი ბუდიში, რა თქმა უნდა შეიძლება მტკივნეული, მაგრამ არა თავიანთი შვილებისთვის სასარგებლო მოსაზრებები. ბავშვებს უნდა გქონდეთ პირველ რიგში რა სულიერი ფასეულობებზე აქცენტი და რომელი საგნებია ეს ყველაფერი? ეს არის ჰუმანიტარული საგნები. ძირითადად ბუდის ვიხდი ხლა, მე რა ისტორიკოსი ვარ, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ ეს ისტორიის კანდიდებას ახდენსო. არა ბატონებო, თუ იქნება ისტორია კარგად წარმოდგენილი, თუ იქნება ლიტერატურა კარგად წარმოდგენილი, თუ იქნება რელიგიას არ უშვებენ სკოლაში, ხო ხედავთ ეხლაც ნებაყოფლობით დაიშვა ბატონო. დაუშვებელია ბავშვს არ ქონდეს ის სულიერი ფასეულობები და შეიძლება იყოს დიდი მათემატიკოსი, ბატონო იყოს დიდი მათემატიკოსი, მაგრამ დიდი მათემატიკოსებმა შექმნეს ეს ატომური ბომბები და დიდმა ფიზიკოსებმა და ქიმიკოსებმა, მაგრამ თუ მას ეცოდინება როგორ განვითარდა ადამიანი პირველ ყოფილი საზოგადოებიდან დღემდე რა ფასეულობები გააჩნდა და რა ფასეულობებზე უნდა თქვას, როგორც ადამიანმა, ასევე საზოგადოებამ, ასევე სახელმწიფომ უარი, ეს მხოლოდ ისტორიული მეცნიერება მიცემს მას ამის საფუძველს და არა და ბუდის ვიხდი მე ცოტა მკრეხელურად განვაცხადებ, რომ მთელი კაცობრიული დანაშაული ის არის ალბათ კაცობრიობის, რომ ბავშვებს შენ არ ვასწავლეთ ისტორიას ღრმად, გააზრებით. ისტორიას არა ზედაპირულად ფაქტების მიხედვით, არამედ გააზრებით, რომ აი რა გზით იარა ამა თუ იმ სახელმწიფომ, როგორ დაანგრია ინგლისმა, ვთქვათ, სხვა კონტინენტზე, სხვა ადგილობრივი კულტურები ან სხვა რომელიმე იმპერიულმა სახელმწიფომ და რომ ეს ბავშვმა თუ არ გაიაზრა რატომ მოხდა ეს და მერე ის ვეღარ განადიდებს იმ ინგლისს და თავის თავშიც არ გაუხარდება იყოს ინგლისივი დამპყრობელი. ან თუ არ იცოდება ჰიტლერის ისტორია, რომ 11 მილიონი უდანაშაულო ადამიანი გამოწვა გაზის კამერაში და ეს რომ დაუშვებელია, ამას ბუდიში რაც უნდა დიდი ფიზიკოსი იყოს, ან დიდი ქიმიკოსი, ან მათემატიკოსი, ან მუსიკოსი, ან თუნდაც პოეტი, ну ეს გამორიცხულია. მსოფლიო ისტორიის გააზრების გარეშე ადამიანი ვერ ყალიბდება და სამწუხაროდ ჩვენ სწორედ ამიტომ არ გვასწავლიან ისტორიას ჯერ უნდა შესაბამისად და ამიტომაც ღებულობთ ბუდიში დაბალი ცნობიერების, ადამიანური ცნობიერების თაობას. ჩვენ ფაქტობრივად დავკარგეთ და აკვირდით აი შევარნაძის მერე რა პროგრამებია, რა ფასეულობებით სავსეა ჩვენი სახელმძღვანელოები, ჩვენი ტელევიზიები, ჩვენი თეატრალური დადგმები. ეს შემოსულია არა ეროვნულ საკაცობრიო ფასეულობები, არამედ შემოსულია რაღაც გაუგუნარი, რაღაც კოსმოპოლიტური ფასეულობები, გაუგუნარი უფლებების აფიშირება, რომ მხოლოდ უფლებები იყოს და არა ის წმინდა ცნებები, რასაც ჩვენ ქრისტიანობა გვიქადაგებს და მოგვიწოდებს, რომ დავიცვათ პირველად ის ორი სიყვარულის დიდი მცნება, დავიცვათ 10 მცნება, დავიცვათ 9 ნეტარება. აი ყველაზე კონცენტრირებულად რო გავაკეთოთ ეს და თუ გვინდა რომ ჩვენ როგორც ადამიანები ვიყოთ სრულყოფილები, ბედნიერები, როგორც ადამიანები და ასევე გქონდეს ბედნიერი ოჯახი, ბედნიერი საზოგადოება, ბედნიერი სახელმწიფო, ბედნიერი რავის კაცობრიობა, იმიტომ რომ ყველა ქრისტიანი ხომ არ ფიქრობს ხოლმე თავის სახელმწიფოზე, ის ფიქრობს თავის სამშობლოსა და ამავე დროს ფიქრობს კაცობრიობაზე, განსხვავებით სხვა ჩვენი მეზობელი ეთნო-რელიგიების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც განადიდებენ მხოლოდ თავიანთ ხალხს და თავიანთ რელიგიას. მართლმადიდებლობა ასეთი არაა, მოგვიხსენებათ, ის განადიდებს ადამიანს, განადიდებს უფალს და
სიყვარულის მიმართულებას. აი, ამიტომ ის ბავშვებიც თუ ჩვენ გვინდა გამოვასწოროთ, მე გთავაზობთ, რომ იყვნენ სულიერ ეროვნული ფასეულობით გაზრდილი, რაც სამწუხაროდ არ ხდება. აი ეს მინდოდა მომეხ. გაიხარეთ, მშვენიერია, მეგობრებო, ჩვენ გსურს ამ გადაცემაში რამდენად დრო მოგცემ საშუალებას. პირველი ნაწილი ყოველთვის იყოს აი რაღაცა საერთაშორისო ვითარების ანალიზი, იმიტომ რომ ეს რატო ვთქვით მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდობის მიმართ არის ეს გადაცემა მიმართული და თუ საერთაშორისო ვითარებაში ახალგაზრდობა ვერ ორიენტირებს, ის შეიძლება ნამდვილად ადვილად გახდეს აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოსაყენებელი იარაღი და სათამაშო. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის მიმოხილვას გავაკეთებთ იმ მწვავე მაგრამ ისეთნაირად ვითარდება ეს მსოფლიო პოლიტიკა, რომ ხშირად კვირიდან კვირამდე მოგეხსენებათ, ესე იგი მადურო ისე მოგტაცეს, რომ ანალიზიც ვერ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ორშაბათს რო ქონდა გადაცემა, შემდეგ ორშაბათს უკვე სხვა რა ირანის ამბები დაიწყო და პრაქტიკულად ვენესუელის ამბები ვერ გავაშყრეთ. ესეც ხდება, ისეთნაირად დაძაბულია სოფლიო ვითარება და ყოველდღე ისეთი რაღაცა სურპრიზებს გვიკეთებს ეს deep state ამ ჩვენ სოფლიოში, რომ მისი ესე იგი უნავარი და ცელქი საქმეების ესე იგი ანალიზსაც ვეღარ ვასწრებთ ხოლმე, მაგრამ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი ყოველთვის გვინდა დაუთმოთ თემას, რა გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო მისახედია და გსურდა რომ დაგვეწყო ესეთი ციკლი, მეორე ნაწილი ჩვენი გადაცემისა ყოფილიყო, რომ რა სფეროში კერძოდ რა რეფორმები უნდა გატარდეს. აი მაგალითად პირველი თემა, რომელიც გვინდა გავაჟღეროთ, ეს არის ბინათმშენებლობა და სწორედ ესეც ახალგაზრდობასთან არის დაკავშირებული. დღეს ახალგაზრდა ოჯახს რო ქმნის, პრაქტიკულად არ იცის სად იცხოვროს. თუ ნაწილი ცხოვრობს ისე თავის დედასთან და მამასთან, ნაწილი ქირაობს და მე ამ ქირას აი მოზღვევებული ტურიზმისა და მიგრაციის ფონზე უკვე ვეღარ ეხთის ამ ქირას და პრაქტიკულად ქუჩაში რჩება და ძალიან სავალალო მდგომარეობა. და ესეთი აზრი გამოითქვა, რომ მთავრობა უნდა დაიწყოს ბინათმშენებლობა. უნდა დაიწყოს ბინათმშენებლობა მიუხედავად იმისა, რომ თანხები ცოტა არის ახალგაზრდებისთვის, ახალი ოჯახებისთვის, სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ფენისთვის, მრავალშვილიანი დედებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ჩვენი ვეტერანებისთვის, აი რაღაცნაირად უნდა ჩაიდოს თანხები და ყველა ქალაქში, თბილისი იქნება ეს ქუთაისი, ბათუმი, ფოთი თუ ვანი თუ სამტრედია თუ ზესტაფონი, ნებისმიერი ქალაქი, პატარ-პატარა ესე იგი კორპუსები და ბინები უნდა აშენდეს და გადაეცეს უსასყიდლოდ გადაცემაზეა ლაპარაკი, ან ძალიან შეღავათიანი პროცენტით ხანგრძლივადიანი, ან შეიძლება ეს საერთოდ უპროცენტოდ იყოს და ეს თანხა ნელ-ნელა დახუროს ოჯახმა. მრავალი ვარიაცია შეიძლება. აი ბატონო გიგა, ეხლა თითქმის 6 წუთი დაგვრჩა, იქნება მოვასწროთ და თქვენი პოზიცია მოქალაქის, ესე იგი ბოლო-ბოლო მოვესწრებით თუ არა, რომ სახელმწიფო დაიწყებს ბინათმშენებლობას. ბატონო გიორგი, ეხლა იცით რა არის ამ საკითხზე საკმაოდ ცვლად შეიძლება ილაპარაკოს ადამიანმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოცდილების ქვეყანა არის ზუსტად აი ამ ხრივ რო წასულან და ძალიან დიდი მიღწევების გაუკეთებიათ, იმიტომ რომ დემოგრაფიული ფონის რა ქვია პრობლემები ჩვენთან არ არის მარტო დემოგრაფიული პრობლემა არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ევროპულ ქვეყანაშიც განსაკუთრებით. სადაც მთავრობებმა, ბევრმა მთავრობამ, ზოგი ისეთი მთავრობა, რომელიც ახლა ზოგ-ზოგიერთებს ჩვენთან არ მოწონთ, მაგალითად გააკეთეს ისეთი შეღავათები, რომ რა ვიცი, ბოლოს 3-4 ბავშვზე ბინას გადასცემენ ხოლმე უსასყიდლოდ. 3-4 შვილი რო ეყოლებათ, უსასყიდლოდ გადასცემენ. ჩვენთანაც შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ შეიძლება კიდე სხვანაირად გაკეთება. ეხლა ვიცით, რომ მაგ საქართველოში მაგალითად ეს ჩემი უბრალოდ აზრი არის. არის ძალიან ბევრი ბინების მშენებლობა და უცებ შეიძლება ამაზე რომ ეხლა მერია გასცემს ამის ნებართვას, ხო? მერია შეუძლია რომ ის ერთი სართულიც დაამატოს თქვა. იმიტომ რომ ვიცით ძალიან ბევრი დარღვევებით მუშაობები შენდება და შეუძლია ერთი სართული მოითხოვოს რომ აშენდეს ამ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მაგალითად არიან თუ გინდათ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. თითო ბინა, თითო კორპუსში, ან 2-2, 3-3 ბინა რო იყოს თითო კორპუსში, ეს არის ძალიან მიზერი იმ დეველოპერებისთვის თანხაც
მაგრამ სამაგეროდ ეს იქნება საქართველოსთვის და ჩვენი ქართველებისთვის ძალიან დიდი შეღავათი. ეს შეიძლება გაკეთდეს, ამის დაწყება შეიძლება დღევანდელი დღიდან, მაგრამ უბრალოდ კაციშვილი ამაზე არ ფიქრობს. ყველა ფიქრობს იმაზე, რაც მეტი მოგება ეკნებათ, მით უფრო ბედნიერები რომ იქნებიან. ამაზეა და მოდით რა დავუკვირდეთ, მე ვთხოვ აგერ მერის თანამშრომლებსაც ვთხოვ, მაგალითად თუ გაიგებენ და თუ მისწევ მათი სიტყვები, რომ ამაზე შეიძლება ფიქრი. შეიძლება ამაზე ფიქრი ისე, რომ საერთოდ წაგება სახელმწიფოს არ ექნება არაფერში, პირიქით. მოგება ექნება იმ ძალებით და იმ შვილებით, მაგალითად მრავალშვილიანი ოჯახებით, რომლებიც ჩვენ შვილებს და მომავალთაობას დაგვიტოვებენ. ამაზე უნდა იფიქროთ. აი ეს მინდოდა მეთქვა რა და ეს შეიძლება აგერ უნგრეთის ის გაითვალისწინონ. გაითვალისწინონ ლუკაშენკოს ახლა ყველა დიქტატურად რო ნათლავს თურმე ეს ადამიანი როგორ აკეთებს ყველაფერს ამას, რომ თავისი ძალიან დიდი პატრიოტია გამრავლდეს. აი ზუსტად ამაზეა ლაპარაკი და ეს არის მაგალითები, რომელიც შეიძლება ახალი კი არ დაწერო. აიღონ იქიდან და ახალი შეიძლება რაღაცა მოიგონონ ახლა. უტვინო ბევრი არავინ არ არის აქ, ყველას აქვს რაღაცა ცოდნა და შეუძლიათ რაღაცები თვითონ თუ არიციან სხვა სთხოვონ და სხვები შესთავაზებენ. აი ეს მინდა დამეთქვა რა. ეს პრობლემა სამი წუთი დავრჩა, დროში ვერ ვეთევით როგორც ყოველთვის, თემები ბევრია. ბინადშენებლობა. კი, ისევ ბინადშენებლობაზე ის რა, რატო გარბის ახალგაზრდა ძირითადად ჯანმრთელი თაობა საზღვარგარეთ. არ აქვს ბინა, არ აქვს სამსახური. და ვერ ხედავს თავის ადგილს ობიექტურად მომავალში. კარგი, ჩვენ ახლა დასაქმებაზე მე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ბინა. აგერ ამასინათ იყო ზუსტად ინტერნეტში მასკია ხომ ის ელონ მასკმა შეიმუშავა ბინის პროექტი, რომელიც ღირს 7000 პატარა კერძო ბინის $7,000. ჩვენთან რა ღირს 31 კვადრატული ბინა რო იყიდო. სადღაც ალბათ 60,000. ასევე არის სხვა პროექტები ჩვენთან. თავარია ეს თავრობა რო აცხადებს, მიწა ჩემია, მიწა იმისია, მიწა არის ქართველი ხალხის, ქართველი ერის, ქართველი ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. დაურიგეთ ბატონო უბინაო ხალხს მიწები და გაეცით ეს მინიმალური სესხი, რომელიც მათ პატარა ამ საცხოვრის საშუალება ექნება. და საქართველოს სულ რაღაც 5 წელიწადში შეიძლება გადავჭრათ სავინაო პრობლემა და ეს ახალგაზრდები საბინაო კუთხით არ გაიქცევიან. მოხდება დემოგრაფიული აფეთქება, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაეცეს სხვა მოსაზრებებისა და გამო აქ ჩართული უნდა იყოს საპატრიარქო, რომ სამართლიანობა დაცული იქნას, რადგან რამდენჯერაც კი მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებმა ჩაიგდეს ასეთ საკითხები ხელში, რატომღაც კორუფცია შეიძლება წარმატებას. აი ეს კონდა ჩვენი გადაცემის მეორე ნახევარი ყოველთვის აი ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას შეეხება. დავიწყეთ უბინაობის პრობლემით და ამას შემდეგ გადაცემაშიც კიდე შევეხებით და ყოველთვის შევეცდებით, რომ ძალიან პრობლემებით სავსეა ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად ბოლო 50 წელი ეროვნული კუთხით არაფერი არ გაკეთებულა, რომ სოციალური პრობლემები გადაჭრილიყო, მხოლოდ გროვდება ეს პრობლემები, საზოგადოებრივი პრობლემები, სოციალური პრობლემები, ახალგაზრდობის პრობლემები, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ ერთმანეთის იმედად, უფლის იმედად, რომ საბოლოო ჯამში მოვა ეროვნული მთავრობა და ამ პრობლემებს ჩვენ ერთად აი ამ ეროვნულ მთავრობაში ვიმუშავებთ, პარლამენტში ვიმუშავებთ და ქართველი პარტიები, ქართული არასამთავრობოები დავირაზმებით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გადავჭრათ, წარმატებულად ვიღვაწოთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. აი ეს არის ჩვენი მიზანი. ამინ, მეგობრებო და რა ვიცი, ოპტიმისტურად ვიყოთ მთელი საზოგადოება. მრავალს დაესწარით, ჩვენი გადაცემა ამოიწურა ეთილისურვებით, გემშვიდობებით და შემდეგ შეხვედრამდე. ახონდის.